განსაკუთრებით საინტერესო CIA-ს ერთ-ერთი პროექტია, სახელად MK Ultra, რომლის მიზანიც ადამიანზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენის შესწავლა იყო. სხვაგვარად, პროექტს გონების კონტროლის პროგრამას ეძახდნენ. ის თავდაპირველად ფილადელფიის ექსპერიმენტის გაგრძელება იყო, რომლის ფარგლებში ისეთი ტექნოლოგია უნდა შეექმნათ, რომელიც რადიოლოკატორებისთვისაც უხილავი იქნებოდა. ეს პროექტი 1943 წლამდე წარმატებით ხორციელდებოდა, რადგან როგორც ამბობდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემი Eldridge სრულად გაუჩინარდა. სწორედ ამ გემზე იყო მოწყობილი ბაზა ლაბორატორიაც. ექსპერიმენტი გემზე 1943 წლის 13 აგვისტოს ფილადელფიის სანაპიროზე პენსილვანიის შტატში ჩაატარეს და გემი ჯერ სხვა განზომილებაში გადაიტანეს, ხოლო შემდეგ მისი მატერიალიზება ისევ ჩვენს განზომილებაში, ნორფოლკის სანაპიროსთან, ვირჯინიის შტატში მოახდინეს. გემის ეკიპაჟის 181 წევრიდან უმრავლესობა დაიღუპა, ხოლო ვინც გადარჩა, შეშლილობის ზღვარზე იყო. ამის შემდეგ ფილადელფიის ექსპერიმენტის დაფინანსება ოფიციალურად შეწყდა, თუმცა მეცნიერებზე და სამხედრო მოხელეებზე ექსპერიმენტის შედეგებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ამიტომ ტელეპორტაციის და განზომილებათა შორის მოგზაურობის შესწავლა გაგრძელდა და გაგრძელდა უფრო მძიმე ფორმებში. დოკუმენტების თანახმად, ექსპერიმენტი უფრო მასშტაბური გახდა, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც საკმარისი სახსრები გააჩნიათ იმისთვის, რომ გარკვეულ მიზანს მიაღწიონ, ან საკუთარი ცნობის მოყვარეობა დაიკმაყოფილონ. არსებობდა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრები სხვადასხვა ქალაქში დადიოდნენ და ქუჩებში ისეთ ადამიანებს აგროვებდნენ, რომლის მომკითხავი არავინ იყო. CIA-ში ბევრს სჯეროდა, რომ ფსიქოაქტიური საშუალებების პოტენციური დამნაშავეებისათვის და ჯაშუშებისათვის მიცემა მათ დაკითხვას გაადვილებდა. ამასთანავე თავდაპირველი ვარაუდით, ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების შემდეგ ადამიანის მანიპულაცია უფრო მარტივი იქნებოდა, რაც CIA-ის იმდროინდელი წარმოდგენით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ფსიქოლოგიურ მანიპულაციას გაადვილებდა. მართლაც, არსებობს არაერთი საბუთი, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არაერთი ნაცისტი მეცნიერი, რომელიც ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდა, CIA-მ შეიკედლა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასული ნაცისტები ექსპერიმენტებს აგრძელებდნენ და CIA-ის ოფიცრებს სარინ გაზის ლეტალური გამოყენების დახვეწაში ეხმარებოდნენ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.